მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლის ვადით გადავადდება. ასეთია მთავრობის ახალი ინიციატივა. ირაკლი კობახიძემ ასევე აქცენტი გააკეთა ანაკლიის სპორტის პროექტზე და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი ლოკომოტივებისა და ვაგონების შეძენა, დამატებითი მიმართულებების დანიშვნა და ძველი მარშრუტების აღდგენა. მთავრობამ ამ მიმართულებით 2026-28 წლის გეგმა წარადგინა. საკითხზე პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე. აღნიშნა, რომ მიზანი მგზავრთ ნაკადისა და გადაზიდვების გაზრდა და მოქალაქეების და ტურისტებისთვის კომფორტის შექმნაა. შევისყიდით ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შეზღუდდება ახალი მატარებლებით. სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის და 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი. გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5.5 საათიდან შემცირდება 4 საათამდე, საათნახევრით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე. ასევე აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ან განახორციელდება გადაადგილების დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი. ბორჯომაგურიანის ისტორიული მატარებლის, ეგრეთ წოდებული კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარგენიგზო ინფრასტრუქტურას და განხორციელდება 5 შესაბამისი სარგენიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით მატარებელი მომავალ წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას. საქართველოს რკინიგზაში ხდება სრული განახლება და სრული გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, ეს როგორც არის სატვირთო მიმართულებით, ასევე სამგზავრო მიმართულებით. სატვირთო მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაქვს ჩვენაც ლოკომოტივების და კერძოდ ელმავლების პრობლემა და ამას სრულიად ახალი ელმავლებით ჩავანაცვლებთ და სამგზავრო მიმართულებით, რაც არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს არის მოძველებული და ძველი მატარებლები და სრულიად ჩვენ ჩავანაცვლებთ ახალი მატარებლები და შევიძენთ 10 ერთეულ ახალ მატარებელს, რომელსაც დავაყენებთ ყველა მაგისტრალურ რეისზე. გურიანთის საჯარო სკოლაში მწერალ მერაბ შათირეშვილთან შეხვედრა შედგა. შეხვედრა სკოლის წიგნის კლუბ თავისუფალი მკითხველის მიერ იყო ორგანიზებული. მწერალი კლუბის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს საკუთარ წიგნზე, ანატორზე და იმ ნამდვილ ისტორიაზე ესაუბრა, რომელიც წიგნს საფუძვლად უდევს და რომლის მთავარი არსი ქვეყნისთვის თავდადება, მომავალ თაობებზე ზრუნვა და სიყვარულია. შეხვედრის ინიციატორი, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო წარიმართა, ელენე ფასიეშვილია. პედაგოგმა ლიზა მლომჯარიამ კი გურიანთის და ციხისფერდის სკოლების მოსწავლეებთან ერთად რომანის შესახებ მხატვრული კომპოზიცია მოამზადა. გურიანთის საჯარო სკოლის წიგნის კლუბი თავისუფალი მკითხველი 4 წლის წინ ელენე ფასიაშვილისა და მარიამ ტოტოჩავას ინიციატივით დაფუძნდა. კლუბი TBC ბანკის სტიპენდიანტია. კლუბისვე ინიციატივით და მისი წევრების შრომის შედეგად 800 წიგნით შეივსო სკოლის ბიბლიოთეკაც. კლუბი ხშირად მართავს შეხვედრებს ცნობილ და საყვარელ ავტორებთან. წერალი მლოცველია, სასოვარია ამ მიწისა და ცისა, ამ მზისა და სიცოცხლისა. წერლობა, დიდია ხატვა, ძერწვა, ქმნადობა, წინაპართ სულის, წვა და ობლობა. ანატოლის ასეთი კომპოზიციურად შემკობა, მე არ ვიცი ახლა, რომელმა რეჟისორმა იმუშავა, ასე და ეგ პასაჟები იყო, ალბათ აისხას ჩვენი ქართული სინამდვილე, წარსული, ტრადიციები, ჩვენი სარწმუნოება და მივიდა ერთი რაღაც უთხრა ახალგაზრდებს, მხოლოდ, რომ ადამიანი როცა მოხვედი ამ ქვეყნებში, მხოლოდ და მხოლოდ უნდა გიყვარდეს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
სამართალდამცველების მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგის საპოლიციო ღონისძიების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა. სამართალდამცავების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში ცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა ქურდული სამყაროს სახელით მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად მტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 191, 223 პრიმა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 22 წლის მამაკაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30,000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობი დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა 9 ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. ძლიერი ქარი თბილისსა და რეგიონებში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება კონკრეტულ რეგიონს, ხვალ იწვიმებს გურიის რეგიონში მთლიანად, ოზურგეთში დაფიქსირდება 10 გრადუსი სითბო, რაც შეეხება ჩოხატაურში 11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 13 გრადუსი დაფიქსირდება. დაბა ურეკში სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა იქნება 12 გრადუსი სითბო, ხოლო ბახმაროში 2 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება თბილისში მოსალოდნელია სითბო 12 გრადუსი. დღეისათვის სულ ეს გავხსნათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.